დილამშვიდობის ჩემი კარგად ვარ. ყველაფერს გავუძლებ. ყველაფრიდან გამოვძვრებ მთავარია რომ აღსრულება მომხსნას ყადაღა. ჯერ გათენებულა ძალიან ადრეა პირველ ყავას მივირთ მე მეგობარი მოვიდა რაღაცებს შევამოწოდა და კომენტარს წამოვიდა. ხოდა ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი ამბების განხილვა, ჩემი სოფლური სული იღვეძებს ხოლმე რა, მაგრამ იქამდე სხვანაირად მქონდა თემატურად თავში დავაგებული. ერთი უხამსი ანეკდოტი უნდა მოგიყვათ. მოკლედ, სამი ძმანი არიან, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ხოდა ეს ჩემი ახალი კომპიუტერია, რომელიც სამუშაოდ შევიცინე. და ძალიან მიყვარს დაღვთვანებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან გავაძლიერე და ძალიან კარგი მონაცემებით არის და შევეცდები რომ რაიმე კარგი დასამუშავებელი პროგრამაც გადმოვწერო და დრო გამოვძებნო რომ ჩემი ვიდეოები უფრო კარგი იყოს, მაგრამ მივუბრუნდეთ უხამს ანეკდოტს. მოკლედ სამი ძმანი არიან, მამა გარდაეცვალა და დედამ მეგობარი კაცი გაიჩინა. ეს ის 21 საუკუნურად რომ მოუყვეთ და მე-19 საუკუნურად საყვარელი ყავს. დაჯდნენ და ეხლა ლაპარაკობენ რომ რა გავაკეთოთო. როგორ დავიძვრინოთ ამ სერცხვილისგან თავიო. უფროსმა თქვა, მოდიო მოვკლათო დედაო. არაო იმორმა უთხრა. ვერაო. შუათანამ თქვა, მოდიო ის კაცი მოვკლათო. არაო ორივე მოთხრა. აბაო მაშინ რა ვქნათო. ხოლო პატარა მოთხრა. მაშინო ვიაროთო დედა მოწმოლებმაო. ხოდა აი ჩემს ამ მდგომარეობას ძალიან უხდება, იმიტომ რომ დედა მაგნატირები უფრო იქით რაც ვთქვი. ხოდა არა აქვს მნიშვნელობა ვიტირებ, ვიცინებ, სულ ერთია. გამოვძვრები. რამოდენიმე ხნის წინ, როცა თერაპიას დავიწყე სიარული, ჩემმა ირინამ გადმომერიცხა 100 евро. რომელიც შენახული მქონდა რა თქმა უნდა და ხელს არ ვკიდებდი. გადმოვიტანა ეხა საფულეში ეს დავდე იმისთვის რომ ზაფხულში მეყიდა ბილეთი და გავფრენილიყავი ისევ ირინასთან და რა თქმა უნდა ისევ გეგმაშია და ძალიან მინდა რომ ამ ზაფხულსაც ვესტუმრო და მისტუმროს, მოიცადეთ მოვხვრიბო. თქვენ იქამდე იცინეთ იმ ანეკდოტზე, ხოდა ძალიან მიყვარს ხოლმე რა დილთამდე კი შევედი. დავკითხულობ, ანუ ჩემთვის ემოციურად ძალიან ძნელი იყო გუშინდელი დღე. მაგრამ ნუ რას ვიზავთ, დედა მაქვს. უნდა გადალახო, გადალახო, გადახვიდე, ყველაფერს მოერიო და გააგრძელო, ხო? ხოდა როგორც სოფელში იციან ქალებმა ასეთი კომენტარი შემომფეთა, ჯერ პირც არ დამბანია გოგოებო. აუ, არ შემიძლია სპეციალურად რომ წუწუნებას. აქ წუწუნებს უნდა გიწეროს ქალბატონო ნათია, წუწუნებს. წუწუნებს ესეც სოფლურია და არის ვიშვიშებს ამის შესატყვისი კარგი გოდებს. სპეციალურადაც არ არის ესეთი კარგი სიტყვა, მოდი თან ქართულადაც ჩავასწოროთ. ამის კარგი ვარიანტი იქნება შეგნებულად. აუ, არ შემიძლია სპეციალურად რომ წუწუნებას. და ვითომ არ მათხოვრობს. წერტილი მძიმე არ არის რომ ისწი, რომ წერტილი მძიმე იწერება, ანუ არ განიხილავს. მე და შენ შორის მათხოვარის დედავატირა. მოდი, დღეს გამოვალ ყველა ფორმიდან და ისე დაგელაპარაკები, როგორც შენ ხარ. რომ ვინმე მეგობარმა და ძმამ ან საყვარელმა ჩაურიცხოს. კაია. სპეციალურად წუწუნებ იმისთვის აქ, რომ ანუ ყველაფერი იცის, რომ დაც მყავს, ძმაც მყავს, საყვარელი არ მყავს, საყვარლები მყავს, ერთი რო არ ამერიოს, ერთი და იგივე სახელის შევარჩიე და ბევრი მყავს. და სულ მირიცხავენ.
ხო და ჩემი საყვარელები რომ ირიცხავენ მე იმიტომ დავდივარ და გარჭობილი ვარ ჩემს კომპანიაში თავით დალაგებაზე და იმიტომ ვურტყავ ღამე ამდენი კომპანიის ბუღალტერიას თავს და იმიტომ დავდივარ ასეთი დამგრეული დამტროული მანქანით რომ ამდენი საყვარელი მყავს აბა რა რაც შეეხება ჩემ და-ძმას შენ წარმოიდგინე ჩემო ნათია არ უყურებდი ჩვენს ვიდეოებს და შენ რატო ხარ ასეთი მოცლილი ჩემმა და მამის წინ YouTube-მა მომიგდა არც ალიათ ამისთვის არც ერთი პატარა ბავშვთვის მეორეს თავისი გონკები აქვს და თავისი სამსახური აქვს და ძალიან რთული ცხოვრება აქვს ინექციებზე ამომიგდაო და გული შემიწუხდაო მომწერა ხო და რაც შეეხება საყვარლებს დღეს 4-ვეს დავურეკავ და ვეტყვი რომ რა გახდა ეს 1000 ლარი ამ 4-დან როგორ ვერ მომიქუჩეს ასე რო წუწუნობას მე აქოს და ატიტოს როგორი ძვირფასი ხალხი ყავს გარშემო ძალიან კარგი ხალხი ყავს მე გარშემო ძალიან მეხმარებიან ყოფილა პერიოდი მე მყავს დაქალი ნათია შენ წარმოიდგინე და რომელმაც წლები 1 წელი არა დაახლოებით 2-3 წელი როცა ხვდებოდა რომ იჭირდა ყოველ კვირა რეგულარულად მირიცხავდა თანხას გაიგე ხდება თურმე ასე ხარ საყვარელი არა ის იმათ მე ვურიცხავ ანუ ეს ჩემი დაქალი ხო ჩამირიცხავდა ხო და მე ჩემ საყვარლებს ვუნაწილებდი ანუ მე როგორც ბუღალტერი ხა კარგად გავყოფდი ხოლმე ამ თანხას შუაზე 50 ლარი იყო თუ 100 ლარი იყო გავყოფდი 4-ზე და გადავურიცხავდი ხო არა და ვითომ რომ რამოდენიმე ადამიანთან აქვს მხოლოდ ურთიერთობა შეიძლება ჩემი დიპლიპიტო იცი ვაფშე ვინ ჩემი ფეხები ხარ მე ვისთან მაქვს ურთიერთობა მე ყველასთან მაქვს ურთიერთობა ვინც ჩემთან ურთიერთობას იმსახურებს ისაც ჩემთან ურთიერთობა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს დღესაც სტუმრად მყავს უსაყვარლეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი თავის შვილთან ერთად ველოდებით ახლა არ მეცალა აქ შენ სალაძღავად ჩამოსაჯდომათ მაგრამ რას იზავ ხელფასისთვის ვაგროვებ თანხებს და ეს ვიდეოც მაგისთვის არის რამდენთან მაქვს ურთიერთობა რა ვიცი მე ბებთან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ხო და გავაგრძელოთ აქ იწყება საინტერესო თან რომ სულ დებილივით იცინს შეძალით პოზიტივრო ექიმთან ხომ ერთ დამიყვანდი ნათია იქნებ და დებილი ვარ ძალით პოზიტივრო ხო მაგრამ ცუდად არის შენი საქმე ძალიან ცუდად ეხლა ამას აქვს ძალიან ბევრი ვიდეო კომენტარები დაწერილი აქედან ვერ ნახულობ მაიცაც მოვიტანო მე ტელეფონი რა ცოტოები ხართ ხალხო რა ცოტოები ხართ ჯერ დროს რო კარგავთ თქვენ დროს ჩემთან თუ არ მოგწონვა თუ დებილი ვარ მეორეც ერთი იმას თუ ვერ ხედავ მე როგორი ვარ მაშ გეცვალე რა იყო მე რა ითქიშვერო რა გავაკეთო ამას კიდე არ შეუძლია რომ რავი გააკეთოს ხო არ მიჩენს ვინცაც იქნება ასე უცადო ვერ თქვენ არა მაიცადეთ სვეტი ძამდი აქ რო ეს აქ კენ
გაშავებული რომ არ ვიცი სად დავაჭირო, მაგრამ ყველაფერი გამომივა ნათია, შენ არი დარტო გოგო. წინაზე უწერე რომ ეს კომენტარების კითხვა რა იდიოტიზმია თუ ვინმე საინტერესებს ისედაც წაიკითხავს კვირიკე მაგის მეც არაფერს აკეთებსო და იმის წინა აქვს დაწერილი არ უნდა გაგეშვა ბიჭებთან მარტო სრულიად უყურადღებოთ თავის მიხედვით ეზარებათ ეს მოლი რომ გარდამეცვალა ამიტომ რაც არასდროს არ გამიკეთებია დაუბლოკავ ახლა ნათიას თქვენთან ერთად ნეტა ვიცოდე როგორ უნდა დაუბლოკო მაიცადეთ მოვახერხებ ესე მოიცანათი ვიპოვე არასდროს არ დამბლოკია რა გინდა მხარებს ახედან ყოველთვის მოხარს მოდერატორი დამატება მოდერატორი ხარ დაგამატე ჩემს საყვარლებთან რომ იგულაო ხა ოქრო აბა ეხა ახალი აკაუნტი მისცემ და დასცხე ოქრი იცი რა არის ნათია არ ვიცი ნახავ თუ რა ვიდეო სულ ფეხებზეც არ მკიდიხარ მე იმდენი საქმე მაქვს და იმდენი შენაირი ნათია მომინელები ამ 43 წლის განმავლობაში რომ შენ ვერ დაითვლი ჩემო ოქრო გოგო მაგრამ ასეთ სიბოროტე არ ვარ მე არ ვიცი შენ ჩემგან მე შენში რატო ვიწევ ასეთ გაღიზიანებას მაგრამ ის მე კარგად აღვიქვი უკვე რომ ადამიანს მაშინ ლანძღავ როცა მას ეტოლები როცა მას თავს ადარებ როცა მასში რაღაცა მოგწონს და შენ ვერ აკეთებ და მსგავს კიდე ბევრი რამე არ გვინდა ეხა ფსიქოლოგია ფსიქიატრია ხო და არ გინდა ნათი არ გერჩევ მე იმდენი ცატანჯველი მაქვს და იმდენი საოხრეთი მაქვს რომ მე ნუ შემეჯიბრები ჩემო ოქრო გოგო ვერ გაუძლებ შენი პატარა ტვინი და რაც შეეხება პოზიტიურობა შენ წარმოგიდგენი ძალით არ მართლა ესეთი ვარ სულ ვიცინი დებილი ვით მე მგონი დებილიც ვარ ოღონდ იმასაც მოგითხრობ ეხლა რახან დაბლოკილი ყავარ და ლაგოდეხი ხო იცით რომ ჩემი ლაგოდეხია და ჩემი მეგობარია ხათუნა ფერაძე რომელიც არის საყვარელესი გოგო და ის უწერს მე ქვემოთ რომ რა კარგად ამხნევებო ადამიანსო მოიცადეთ ასეთები გადაუტანია რომ შენ ვერ წარმოიდგენ ამდენი ბოღმა საიტანო ხალხსო ხათო შენ გამოიპრაჭა წადი სამსახურში ძალიან მიყვარხარ და ერთსული ვარ როდის მოვაზაფხულე ჩამოგირბინოთ და ჩემ ახალ კომპიუტერს არ დავასხა ჩაგკოცნათ შენი ქმარი შენი შვილები შენი მული ყველა მთელი ოჯახი გიჟდები ჩემი მეორე სახლია შემიძლია თავისუფლად მივიდე და დავრჩე და ხო ნათია შენ წარმოგიდგენ მე ისეთი მეგობრები მყავს რომ სადაც არ უნდა დავაგაგუნო ყველგან სიხარულით მიმიღებენ აქაურ მეგობრები ხო უმაგრესები არიან გუშინ იმდენმა დამირეკა მაიკომ დამირეკა მაიკოს ყავს კაშია გვარად შვილი მომიკითხა როგორ მოგივიდაო როგორ იმას ქენიო ჩემმა ირინამ დამირეკა ხათუნამ და გოგოებმა ყველამ ჩამომირეკა ვისაც ხელი ეწიფებოდა ჩემთან დარეკვა ზოგმა გაიფიქრა გავუძლებ ხალხო მე ესეთებისთვის გამიძლია ეს რა ჩემი ფეხებია სესხი და იმის ჯანი დაძმა და საყვარლები და იმის ჯანი მაგასაც გენაცვალე ცოდნა უნდა როგორ აწუწუნდა თუ რა კაი თემა გამომიცხედა რა კაი ვიდეო შენ გაიხარ მიყვარს ასეთი სოფლური ვიდეოები როცა ადამიანს სოფლელობა არ არის გეოგრაფია ეს არის მენტალური მდგომარეობა
როცა გაქვს ძალიან მწირი არეალი, ალბათ შენ ასეთი ხარ, შენ ასე იზავდი სამწუხაროდ. მე თუ რაიმეს ვამბობ, მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ მაწუხებს, ჩემს ცხოვრებაში ხდება, გაგიზიაროთ, რომ თქვენც არ მოგივიდეთ. აქ ვერავინ ვერ ეტყვის, რომ მე მათხოვარი ვარ, მე და შენ შორის მათხოვრის დედაშენიც კიდე. აი ეგრე რა. ხო და დადგმი ხა ამით საყვარელო, რაც ჩაიგდე თავი ამ დღეში პოზიტიურად, გლანძღე, გაგინე, იმიტომ რომ იმსახურებ, იმიტომ რომ სადაც არა გფხანენ, სადაც არა გჭამენ, იქ რატო იფხან. რავი, არ გაგივა რა, მაგრამ კიდია რა, სიმართლე გითხრა შენი კომენტარი, ძალიან მიხალისე. დაახლოებით $4 იქნება, იმდენი ნახვა იქნება. ხო და $4 გაგიყიდე ოქრო. და თან დაგბლოკე. ხო და ეხლა გააკეთე ახალი აკაუნთი, დაირქვი რამე. ხიჭკოკური სახელი და მოდი. ხო, რაც შეეხება ნეტაშე რა იცი, ვისთან ურთიერთო, ვისთან რა, მე ჩემს მხოლოდ ემოციებს გიზიარებთ, მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც ხდება. დანარჩენი ჩემ ცხოვრებას სამწუხაროდ იმდენად ჩემია და იმდენად ინტიმურია, ჩემი საყვარლები, ჩემი და-ძმა, ჩემი შვილები, რომ ამას ვერ გაგიზიარებთ. რა გავაკეთო? ხო, ანუ ჩემ შვილებს ვარიდებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ასე არ მოხდეს. ჩემს საყვარლებს ცოლები ყავთ, 4-ვეს და ბევრი შვილები. თქვენ, აი, არ ვიცი. თქვენ კიდე არ მიცნობთ მე კარგად და არ მithქვამს ის ფაქტი, რომ მე ჩემი ყოფილი ქმრის ცოლია თუ ადამიანი ცოლია, როცა მასთან ერთად ცხოვრობს, ხო? გოგონა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს. ნიკას ოპერაციის მერე მეხმარებოდა. სამსახურიდან მორბოდა. ვინ ვარ მე? არავინ. რომ დამხმარებოდა. იმიტომ რომ საო ჰაი კლასი ეგთანია და მე ეგთან 150 ლარი უნდა გადამეხადო. ასე რომ მე ყველასთან ვურთიერთობ დაჟე ყოფილი ქმრის ცოლთან. ფაქტიურად მეგობრობ, ყავას ვსავთ ერთად. კვირაში ორჯერ მომყავდა, როცა ნიკას გადახვევა ჭირდებოდა. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და ქუჩაშიც კი ვურთიერთობ ყველასთან. წავედით ახლა ეს შევალაგოთ, ჩემო მეგობრებმა რა მომგვიტანა ვნახოთ აბა ახლა, ეს ავწიოთ. ნათი, რა კარგად გამოსეირე რა, რა კარგად გაისეირე თავი. იქით არ გაიხაროთ ხალხო, ახლა მოვეცრიე სახში არ დამილაგებია. გიჟდები შენზე და შენს შეხედულებებს. მომართვა ეს ბომბონერი ელიტასიაო, ელიტას ეკუთვნისო. კაი ჩანდეს ეს ისა, დიპლიპიტოები რა გავაკეთო. იცი რატო ვიცინი საულ, იმიტომ ძალიან მომწონს ჩემი ღიმილი. 1 წუთით ვარ მოსული ამ ქვეყანაზე, 1 წუთი. და ამის მეტი არაფერი შემრჩება. მართალია ცხვირტუჩის ნაოჭს მიჩენს ღიმილი, მაგრამ მაგასაც გავიკეთებ. მაშ ნათელა. ჩაპარკული ამბობი. ეგი რა არის? ეს პირველი საყვარლის მაკანი. პარკები მომიტანა მქონი.
ყველი. ხორცი. ეს მეგონი ღვიძლია თუ არ ვცდები და შევაბრაცა. ეს ძალიან ხორცია. მე მივინავებ ახლა ამას უბაში გამხდარა 9 საათი. საერთოდ რაცხვას ახლებ და მივალაგო, იმიტომ რომ დღეს ქავთარაძესაც მინდა გასვლა, რომ შევცვალო ტელეფონის ნომერი და მომივიდეს ეს ჯერმები და ასე აღარ მომივიდეს. სტუმრებიც მყავს. ნიკაც წასაყვანი მყავს და ხვალ სამსახურში მივდივარ და იმედი არ დღეს აღსრულება დაასრულებს ამ ყველაფერს და შევძლებ რომ ხელფასი გავცე და ასე შემდეგ. ხვალე ახალი საყვარლის სახლს გაჩვენებთ. წავედი. ავინათი. აპატია, მაგრამ სხვადასხვა რეაქცია არ მეკნებოდა ამ კომენტარზე. რა გულითაც შენ უფრო, იმ გულით მე. გიგრძალავთ, თუ არ მოგწონვართ, ნუ მიყურებთ. ეს არის ჩემი არხი. გაიარე. წად ძმაო. აქ ის ხალხია საჭირო, ვისაც უყვარვარ, ვინც ჩემით ბედნიერდება, ვინც რაღაც სტიმულს ვაძლევ. ჩემი დაქალი მეუბნებოდა გუშინ წინ, რომ ჰենց არ მოიდგინე და ბევრი მყავს ნათია. ჩემი ნათლულის დედა, შორენა, ჩემი ოქრო გოგო, ვერ ვდგებიო ჩავრთავო, აი დო რა მაშვება ალაგებსო. დავალაგებო თუ ვინ მეუბნებოდა არის, მე